ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ვისაც ეხება ის საკანონმდებლო სიახლე, რაც უკავშირდება ამ შემთხვევაში გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით. დღეს და ხვალ გვექნება დაახლოებით 400 არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრა. სამუშაო ფორმატში განვიხილავთ ჩვენ იმ რეგულაციებს, იმ მონიტორინგის რეგულაციებს, რაც კანონს აქვს განსაზღვრული და ვფიქრობ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შეთავაზება იმ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც ორგანიზაციებს კიდევ უფრო მეტად გაუადვილებს, კიდევ უფრო მეტად სანდომიანს გახდით მათ სამუშაოებს, კიდევ უფრო მეტად პატივსაცემი იქნება მათი სამუშაოები, ეს შესაძლებლობას გამოიყენებს ყველა ის ორგანიზაცია. მთავარი უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონ პროექტებს, რომელიც არის ფარას კანონი და გრანტების შესახებ კანონი, ძალიან ბევრი მომხრე ყავს დღეს ის ორგანიზაციები მხარს უჭერენ, ვისაც სურს იმუშაოს კეთილსინდისიერად და გამჭირვალედ და ის ორგანიზაციები, ვინც არ უჭერს მხარს გამჭირვალობას, მე ვფიქრობ, რომ ისინი ეწევიან შეფარულ საქმიანობას და რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, ეს არ არის დემოკრატიული, ეს არ არის ევროპული სტანდარტი, რასაც ისინი ამ დღეების განმავლობაში თავს გვახვევენ. ასევე სროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ეს კანონები უზღუდავს რომელიმე ორგანიზაციას საქმიანობას. ეს კანონი აწესებს რეგულაციებს გამჭირვალობასთან დაკავშირებით და დღევანდელ საქმიან შეხვედრას ფორმატში ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო საუბრები ამ ორგანიზაციებთან და იმ აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით.